მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. კარგად მოგიხსენებათ, რომ რა მძიმე დარტყმების ქვეშ არის ჩვენი ხელისუფლება ევროპარლამენტის დასავლეთის აგენტურის მხრიდან. არ ვიცი, მე მგონი, რომ სულ ზღაფავს გლობალისტური დასავლეთი და ის ჯგუფები, რომლებიც ფინანსურად იყვნენ დამოკიდებული, როგორც აი ძუძუზე გოჭი იქნება მიერთებული, ისე იყვნენ აი ამ დედის ძუძუზე მიბჯენილები და იკვებებოდნენ კარგახანი. და ეხლა აგერ ტრამპმა საქვეყნოდ გამოაცხადა ის, რომ USAID და ის ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკელი ხალხის მძარცველ სტრუქტურებს იყვნენ რეალურად იმ საქმიანობით დაკავებული, რომლებიც ძირს უთხრიდა თვითონ ამერიკის სიძლიერეს. ტრილიონობით დოლარზეა მეგობრებო საუბარი, ტრილიონობით დოლარი გადიოდა ამერიკის ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ USAID არის ამერიკული ორგანიზაცია და პირდაპირ მიდიოდა აი ამ მოღალატეებს. ეხლა აი ქუჩაში რო ყრიან ეს არარაობები. ესენი არიან სწორედ ამერიკული ფულის და ამერიკული ბიუჯეტის მძარცველები. პირველ რიგში თქვენ რო იცოდეთ, შეიძლება ამათი პასუხისგებლობის საკითხი დასვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კრიმინალები და მძარცველები უწოდა კაცო ტრამპმა. პრეზიდენტი ტრამპი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეშლილებს უწოდებს და მიმდინარეობს მსჯელობა USAID-ის მომავალ საქმიანობაზე. ამ დროისთვის გათიშულია ვებგვერდი ორგანიზაცია დაიხურა მასკის პლატფორმა X-ს. ილონ მასკმა რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა, ის USAID-ის კრიმინალურ ორგანიზაციად აფასებს, მათ შორის გააზიარა ვიდეო, სადაც ასახულია საქართველოში გამართული პროტესტიც. USAID-ის რადიკალი შეშლილები მართავდნენ და ჩვენ მათ უშვებთ. ამის შემდეგ გადავწყვეთ რა იქნება სააგენტოს მომავალი. USAID ბოროტებაა. USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია, დროა რომ მოკვდეს. USAID იყო რადიკალი მემარცხენე მარქსისტი კრიმინალების ბუდე, რომლებსაც ზულთ ამერიკა. ეგეთი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს რო გაეკეთებინა ვინმეს. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ხელისუფლება. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს ბევრი წარმომადგენელი დაპატიმრებულიც იქნან. იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჩართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებში და მოქმედებებში და ასევე ამერიკის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ. ილონ აი ხა დუბაიში რო იყო, თქვენ კარგად იცით, გუშინ შეხვედრა ჩვენი ქვეყნის პრემიერიც ესწრებოდა და ილონ მასკმა პირდაპირ მიმართა იქ დამსწრე უამრავ ქვეყნის ლიდერს, რომ ჩვენ არასდროს არ ჩავერევით, ეხა მოდი დაჯერება არ დაჯერებაზე არ გვინა, მე ოფიციალურ განცხადებაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ვიცი ხა შეიძლება ვიღაცები გამოხდეს სამგლე გოჭებივი და თქვან ეხლა ეგ ტყუილი ლაპარაკია, მაინც ჩაერევიანო. გაცხადებული პოზიცია ეს არის ამერიკის დღევანდელი ოფიციოზის, რომ ჩვენ არ ჩავერევით საქმიანობაში არავის, იმიტომ რომ ეს არის მათი სუვერენული უფლება აწარმოონ პოლიტიკა. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ტრიბუნა ილონ მასკმა შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე საუბრისთვის გამოიყენა, რა დროსაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა USAID-თან და NET-თან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმიანა. მას კი ამბობს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და დემოკრატიის ეროვნული ფონდი ვაშინგტონის მიზნებს ვერ პასუხობენ. ამიტომაც ახალი ადმინისტრაცია მათ არსებობაში აზრს ვერ ხედავს.
ახალ ადმინისტრაციას სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის ნაკლები ინტერესი აქვს. ვფიქრობ, საკუთარი საქმე სხვა ქვეყნებს თავად უნდა დავუტოვოთ. ვინაიდან ამერიკამ რეჟიმების შეცვლის ზეწოლის ნაცვლად საკუთარი ქვეყნის საქმე უნდა გააკეთოს. პრეზიდენტ ტრამპის მიმართულება ბიუროკრატიის მასშტაბების შემცირებაა. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ძალიან ბევრი სააგენტო და მარეგულირებელი ორგანოა, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან. ეს გარკვეულწილად სპორტულ თამაშს გავს, სადაც უფრო მეტი არბიტრია ვიდრე მოთამაშე. ასეთი თამაში ნამდვილად ვერ შედგება. დიდი ყურადღების ცენტრშია USAID პროგრამების შევისწავლეთ და დავსვით კითხვა, საერთოდ რატომ არსებობენ ისინი? ნამდვილად საჭიროა? ასევეა დემოკრატიის ეროვნული ფონდი. ასევე ისმება კითხვა, რა დონეზე იქნა მათ მიერ დემოკრატია მიღწეული? არ ვიცი, მგონი არც ისე. საერთაშორისო მასშტაბით მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკის მიმართულებით დიდი ზეწოლაა. ამას კი ტრამპის ადმინისტრაცია არ ეთანხმება და ამის შეჩერება გვინდა. ილონ მასკის დისტანციურ გამოსვლას მსოფლიო მთავრობათა სამიტის გავლენიან მონაწილეებთან ერთად ისმენდა საქართველოს მთავრობის მეთაურიც, რომელსაც მიაჩნია, რომ დუბაიში გამართული მასშტაბური ღონისძიება კარგი პლატფორმა იყო, რათა საქართველოს გზავნილები მეგობრებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინვესტორებს კიდევ ერთხელ მოესმინათ. იყო საინტერესო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების აღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანათ ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ კუთხითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამიტში მონაწილეობა. საქართველოს დელეგაცია დარწმუნებულია, რომ მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობას ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ ჭრილში ხელშესახები შედეგები ექნება. სამი დღის განმავლობაში დუბაიში ოფიციალური თბილისი იმ პროექტებს განიხილავდა, რომლებიც უკვე არსებობს და საუბრობდა სამომავლო პერსპექტივებზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია და ასევე დაგეგმილდა პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ქვეყანაში დამატებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება როგორც უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ინფრასტრუქტურის მიმართულებები და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია სპარსეთის ყურე ზოგადად ჩვენთვის, ამიტომ ტურისტული კავშირების გაღრმავების მიმართულებით ასევე ძალიან სასარგებლო შეხვედრები გაიმართა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ თავის შედეგს გამოიღებს და ტურისტული ნაკადი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 2025 წელს საქართველოში გაიზრდება. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უახლოეს პერიოდში ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მთავრობათა სამიტი გაიმართება. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სადაც შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება უნგრეთ-საქართველოს მთავრობათა შორისი სამიტი. ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათა შორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველომ მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია. მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში დასრულებულია. სამი დღის განმავლობაში საქართველოს დელეგაციამ არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრებთან, აბუ-დაბის პორტების მმართველ ჯგუფთან. სამიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემო დუბაის მთავარი სიმბოლო ბურჯ ხალიფა ეროვნული დროშის სფერებში კიდევ ერთხელ გაანათეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ჩვენც უნდა გარკვეულწილად მივხვდეთ იმას, რომ შეიცვალა მსოფლიო და ეს ხალხი, ვინც კი ახლა ქუჩაში არიან და აი ხა 15-ში აქვთ აქცია, ხვალ ესე იგი ხვალატარებენ აქციას, მე 25-შიც აქვთ აქცია. ეს არის დაახლოებით იმ ხალხის პოზიცია, იმ ხალხის პოზა, აი ქათამს რო თავს წააცლიდა, რომ დაფართხალებს თავის გარეშე ქათმის სხეული, ახლა ვისაც სოფელში ქათამი დაგიკლიათ ან გინახიათ, აი ახლა ეგრე არის, უთავო ნაცმოძრაობა დაფართხალებს, უთავო და ესე უსიცოცხლო, რომელიცაც არაფერი სიცოცხლე და ერთმანეთს აგინებენ, ლანძღავენ. ესე იგი ეს შალიკო ნათელაშვილი არის და აგინებს მკვდარ და ცოცხალს. წამოსკუპებულია ეს ნიკა გვარამია, იქ დიდი მოხსენებით გამოდის. ნიკა გვარამიას გასაგებად ამბობ, გასაგონად. თუ ივანიშვილთან გინდოდა ბრძოლა, არ უნდა გარიგებულიყავი არჩევნების წირო გილაურს მოიყვანდე პრემიერ-მინისტრად, არ უნდა დაგეკეტა ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონამორჩილი მთავარ არხზე, რაც დღემდე გრძელდება. და როგორც ბოროტი ხმები ამბობენ და პირში გეუბნებენ, არ უნდა აგეღო ივანიშვილისგან 40 მილიონი. ასე
ფარისევლობამ და ორსახოვარმა იანუსობამ მე ასეთი შედეგები იცის. ისევ როგორც არ უნდა ჩასულიყო ძვირფასი მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში, ვითომ ტრამპის ინაუგურაციაზე სენდროში ბომბიჟებთან რო იდგა გარეთ. იქით ისინი ლანძღებიან ერთმანეთში დაეტაკნენ და ეს არის მათი აღსასრულის დღე, მეგობრებო. ხალხიც ვერ გამოყავთ ქუჩაში და ხედავთ აგერ რო რა რაოდენობა ადამიანების არის გამოსული. ამიტომ ყველაფერი ოპტიმისტურად, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა ამ გუშინაც თქვი პრაგმატულმა პოლიტიკამ შუა ის შედეგი, რა შედეგი ჩვენ მივიღეთ. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად ამ საკითხებზე და ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავარცხილაძე, მოგესალმებით ბატონი ჯუმბერ. სამართლის ექსპერტი, ადვოკატი ბატონი ალექსანდრე კობაიძე, მოგესალმებით ბატონი ალექსანდრე. თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. აი ბატონო ალექსანდრე, თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ხდება უკვე აი ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, როდესაც ხედავთ, რომ დასავლეთს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატები იჩენს კაც პოლიტიკას, ევროკავშირს უწოდებს ამერიკის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას და იგივე ევროპელ ლიდერებთან უკვე აპირებს პოზიციების გადახედვას, რუსეთთან თანამშრომლობის გარკვეულ პოზიციაზე დგას. და ჩვენ აქ კიდე ეს ხელისუფლების მოწინააღმდეგები კიდევ ერთი და იგივე იძახიან, რომ აი ეს რუსეთის აგენტურა, რუსეთის მორჩილი ხელისუფლება, ანუ ვერ გავიგე, აი ზოგჯერ მიჩნდება, აი ეს ხალხი ან ტელევიზორს არ უყურებს, ან რა ხდება, აი რას როგორ აფასებთ ამ პროცესებს, როცა პოზიციები იცვლება და ჩვენ აი ქვეყნის მტრები მაინც იგივე პოზიციებზე რჩებიან. თქვენ სწორედ შედარება გააკეთეთ, რაღაც მსგავსი ქმედება, როდესაც აქ ხდება ხოლმე რომ ეს ლიდერი არ აყავს აი ამ ორგანიზაციას, ანუ იმ ხალხს, რომლებიც რაღაც კონკრეტული ლოზუნგებით გამოდიან, აღარ აყავთ ლიდერი, აღარ ყავს ის დაფინანსებლები, რომელი დაფინანსებლების USAID-ის მეშვეობით ყავდათ და უკვე აღმოჩნდნენ, რომ უთავო მხედარის პოზიციაში აღმოჩნდნენ, ანუ მათ არ აყავთ ლიდერი და შესაბამისად უკვე მათი ეს ამ სიტყვას ვიხმარ გაფართხალება, რომლებიც აი ეს თქვა არანაირი სხვა დასამახსოვრებელი ნიშნით არ გამოირჩევიან, მხოლოდ გამოდიან და რაღაც კონკრეტულ ლოზუნგებს აჟღერებენ. ეს რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის არ არის საშიში, ასევე თავად ხელისუფლებისთვის ესეთი მოქმედებები არ არის რაიმე საფრთხის შემცვლელი, ამიტომ კი ბატონო, თუ უნდათ რომ აზრი გამოხატონ და დააფიქსირონ, მაგრამ ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ თუმცა ეს და ბოლო დროს დაანონსებული აქციები, როგორი უსუსურია და ძალიან ცოტა ხალხი აღმოჩნდება ხოლმე ამ აქციებზე და ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ანუ უმრავლესობას აღარ ჯერა იმის, რომ რაიმე ფორმით ესეთი აქციებს აზრი აქვს. ამიტომ ეს გინდა არ გინდა დღეს თუ ხვალ ეს აქციები აღარ იქნება და ჩვენი ქვეყანა თავის დღის წესრიგს გააგრძელებს და იმ რეჟიმში გააგრძელებს ყოფაცხოვრებას სამი ხნის განმავლობაშიც, ესე ვთქვათ, არჩევნების შემდეგ აღარ გქონია ფაქტიურად, ხო? და გვინდა რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ შვიდად ერთობლივი ძალებით გააგრძელოს იმ მიმართულებით და იმ სულით სიარული, რა მიმართულებაც აირჩია ქართულმა ოცნებამ. ფაქტია, რომ დღევანდელი პოლიტიკა გამართლებულია და თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან, ასევე თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან და სამეზობლოში არსებული პოლიტიკასთან და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ ჩვენი ესე ვთქვათ ნიშით, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, მეტი სარგებელი მივიღოთ, მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს მეტად გაცხოველება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ასევე მოხდეს მაგალითად ოფიციალური პირების ოფიციალურ დონეზე შეხვედრა მოხდეს და მთელი რიგი ეკონომიკური დოვლათის მიღება მოხდეს, როგორც დღესდღეობით მიმდინარეობს. ამიტომ ამ ცუდი კი არა, პირიქით უკეთესია ეს კონკრეტული ქმედებები და დარწმუნებული ვარ, რომ ანუ გლობალურ პოლიტიკაში ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს როლი, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური არეალში ვცხოვრობთ, რომ ამის არ დაფასება წარმოუდგენელია და ამის ამ ესე ვთქვათ სიტუაციის წინ წამოწევა. ამიტომ
დარწმუნებული ვარ ამ ყოველივეზე მთელი რიგი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ფიქრობენ და სწორ ანალიზს აკეთებენ, რომ დღეს ჩვენ რუსეთთან ერთად უნდა შევცვლოთ განვითარება. ეს იქნება პოლიტიკური განვითარება, კულტურული განვითარება თუ ეკონომიკური განვითარება. რაც არ უნდა ჩვენ ახლა აი ამ მავანმა და მავანმა ჩვენ გვიჩიჩხინოს და გვიჩიჩხინოს, ხო, ესეთი პოლიტიკა საზოგადოებისთვის აღარ არის საინტერესო. თავარია ეხა საზოგადოებისთვის არის ის საინტერესო, რომ როგორმე ჩვენ დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ მოგვეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი თავი ჩვენო გეკუთვნოდეს. თუ მოხდება ისე, რომ კვლავ გაგრძელდება ისეთი პოლიტიკა, როგორც ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ ის ვასალური პოლიტიკა, რაც ამერიკელებს ჩვენთან დაკავშირებით ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის საფრთხის შემცვლელი იქნება. საფრთხის შემცვლელი იქნება თუნდაც იმის, რომ როცა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ გამოგვიყენებს ჩვენ, მაგალითად, როგორც რაღაც საომარი ელემენტი გამოგვიყენებს რაღაცა საფრთხის შემცვლელი ელემენტი და რა თქმა უნდა, ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება და დაზარალდება. ამიტომ ესე რო არ მოხდეს, სწორია ის პოლიტიკა, რომ ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენი თავი ჩვენო გვეკუთვნის და ესეც არის, ესეც უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფოს არსიც ეს არის. არ შეიძლება რომ შენ ყველაფერზე დაეთანხმო შენს მოკავშირეს, ამ შემთხვევაში გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, აუცილებელი არის რომ ერთმანეთში იყოს ჯანსაღი ურთიერთობები. ამიტომ ეს ტრამპის პოლიტიკას მსგავსია, იგი ფაქტიურად თავისივე, ანუ ამერიკელებს თავისივე ქვეყნის მოქალაქეებს ეუბნება, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ფაქტიურად სოფლიოს მართლობაში იყვნენ ჩართულები, ესენი იყვნენ კრიმინალები, ესენი იყვნენ ჯალათები და ესენი უნდა მოკვდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ არასწორი პოლიტიკა ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს არჩეული და ამ გზით აღარ უნდა წავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები. და სწორედაც ჩვენ ახლა მაგას ვიძახით და რავი, ამდენი ხანია ჩვენ ამას საუბრობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო ვასალური პოლიტიკა, ამას ვეწინააღმდეგებოდით. მე და ბატონ ნიკოლოზი, რა ვიცი, არაერთხელ ვდგარვართ ხან აირაის ოფისის წინ და გაგვიპროტესტებია, რომ გახსოვთ ის ლორა თორტონთან რო ჩავატარეთ აქცია. როგორ მაგას გეუბნებით, რომ ვდგარვართ და მთელი აქციები ჩაგვიტარებია, რომ არასწორი პოლიტიკა მიყავდა, აირაი იქნებოდა თუ NDI იქნებოდა თუ ასე შემდეგ ის არასამთავრობოები, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ ამის ქმნიდნენ. ამიტომ ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვაპროტესტებით და დღეს მივიღეთ ის, რომ მართლები ყოფილვართ, არა ბატონ ნიკოლოზ, ესე არა, მართლები ყოფილვართ და ანუ ჩვენი ეს გულისტკივილი, რაც მაშინაც ჰქონდა, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ყველაფერი ხდებოდა შეფარვითი პოლიტიკით და სიბინძუროების ესე ვთქვათ, დემონსტრირებით და ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ხო, თუნდაც ეს კვლევითი ორგანიზაციები, მაგას ვიძახით, რომ ეს ამდენი ფული ესეთ საკითხებში, ესეთ PR კამპანიებში არ უნდა იხარჯებოდეს. და ფაქტია, რომ ეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ყოფილვართ ამდენი წლების განმავლობაში. ამიტომ კარგია, რომ ჩვენ ქართველმა კაცმა ისწავლა კრიტიკული აზროვნება. აღარ ველაპარაკებით, თუ ამერიკელი რახან არის და ან რაღაცა უცხოელი რახან არის, აღარ ველაპარაკებით ისე, რომ ვაიმე შენი ჭირიმე და შეგენაცვალა. ველაპარაკებით ისე, როგორც უნდა ელაპარაკებოდეს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს სწორედ აი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და აღმოვაჩინეთ, რომ არ შეიძლება მსგავსად, ესე ვთქვათ, მონური მორჩილება. და დღესდღეობით ისეთი PR ტექნოლოგიებია, რომ გინდა არ გინდა მონური მორჩილება ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უწევს. მაგალითად, თუნდაც ის სისტემები, რაც არის საბანკო სისტემები, ხო, სამწუხაროდ დღესდღეობით ქართველ კაცს მაინც უწევს, რომ მონური მორჩილება გამოიჩინოს იმ არასწორი საბანკო სისტემის მიმართ, რომელიც საქართველოში არსებობს და რა თქმა უნდა ყოველთვის წინააღმდეგი ვარ მე ამ სოციალური უთანასწორო პოლიტიკის. დღესდღეობით ხდება ის, რომ გინდა არ გინდა ქართველი კაცი, ქართველი ქალი ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს, უწევს საზღვარგარეთ წასვლა შრომა იმისთვის, რომ აქ ბანკის ვალები გადაიხადოს. ეს უკვე ნიშნავს, რომ არასწორი ეკონომიკური და არასწორი საბანკო სისტემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს სისტემაც უნდა დასრულდეს. თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ ეს ეკონომიკური ესე ვთქვათ განსხვავებები იქნება და ანუ ჩვენ არ გვეყოლება და ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ ეკონომიკას, სადაც ანუ განვითარებადი ბიზნეს მიეცემა სრული შესაძლებლობა, მაშინ ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ვერ ვიარსებებთ. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ეკონომიკური ზრდები აისახოს
საბანკო სისტემიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს, რომ პროცენტები უნდა ესე ვთქვათ დაიწიოს და ამის მეშვეობით ისევ ქართველმა ხალხმა უნდა ვიხეიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველოს ბანკშია და ჩადებული. მთელი საქართველო. ეს არის საფრთხე, ეს არის სწორედაც აი იმ ლიბერალური პოლიტიკის შედეგი ბატონო ნიკოლოზ, რომ აი ეს გლური კაპიტალური პრინციპის შედეგია, რომ ანუ თუ ანუ შეგიძლია შენ თავისუფალ ბაზარს რო ეძახიან რა, თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და რა გვიქნეს აი ამ შემოგდებული თემებით დღესდღეობით მთელი ქართველი კაც უჭის იმის ლუკვა პურის შოვნა ხელფასი არ ყოფნის, იმიტომ რომ რა ქვია, ბანკში აქვს შესატანი. კი ბატონო. აი ხა თქვენ თქვით აქცია ეს კადრები არ იწვის და რა კარგია ეს არქივი რო არსებობს რა თითეული აქტივობა ხო იქ შედარჩუნებული, თქვენ თქვით რომ აი მეც ბატონი ლექსოც მაშინ უპირისპირდებოდით NDI-ს და USAID-ს ვიღაცები რომ იქ მუშაობდნენ იმ NDI-ში და USAID-ში. და დღეს რო ნოტაციებს გვიკითხავენ ჩვენ რომ NDI და USAID რა ცუდი არის. აი ჩვენ მაშინ უპირისპირდებოდით, აი 9 წლის წინ, მაგალითად ჩვენ გავმართეთ აქცია აი ამ NDI-ის წინააღმდეგ, ეხლა მინდა რომ შევახსენოთ. ეხლა ზოგჯერ ადამიანი ხო იცით, 100 ჯერ გაგოდის, ერთხელ ნანახი ჯობიაო და აი ჩვენ ჯერ კი მაშინ 9 წლის წინ საუბრობდით ამ ორგანიზაციას. უფრო ადრე საუბრობდით, ეხლა პრინციპში 9 წლის წინ აქცია ჩავატარეთ NDI-ის ოფისით, თორე ამას ვლაპარაკობ 25 წელიწადი. არა, გაყალბებებს ამ სლოგანით NDI-ის ოფისთან აქცია გაიმართა ნიკოლოზ მჟავარნაძის უფლებადამცველთა გაერთიანებამ. აქციის მონაწილეები არენდობიან და აპროტესტებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. ბრალდებებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა. წლებია ეს ორგანიზაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ქვეყანაში ხელს უწყობს წინასარევოლუციო ფონის შექმნას. მე არ გამიკვირდება რომ არჩევნების წინა პერიოდში მათ დადონ იმ დაგვარი სურათი, რომელიც იქნება გარკვეულწილად წინააღმდეგობაში რეალურ მონაცემებთან. მივესალმებით ადამიანთა ჯგუფის გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენთვის მისაღებია თუ ვინმე გამოხატავს საკუთარ აზრს ან შენიშვნებს ჩვენი კვლევების მიმართ. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების საზოგადოებრივ კვლევებს ვატარებთ, რომელიც იძლევა ზუსტ ინფორმაციას. ეს არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებს. აი ეხლა ეს ქალბატონი გამოდის, არისვენებს, ეხლა ამერიკაში არის და ისაო რაღაცა ისეთი ბინძური რაღაცა თქვა, რომ გაუპატიურებას ახდენესო რაღაცა ეს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორისო და მე არ ვიცი თქვენ ვის გაუპატიურებაზე ლაპარაკობთ, თქვენ ხართ მე მგონი უფრო გაუპატიურებული და თქვენი დღე მე მგონი რომ დადგება იმისი რომ შეიძლება დაგიბარონ იქ CRU-ში, FBI-ში ან შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში და მოგთხოვონ პასუხი იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებდით აქ და კიდე სხვაგან. აი ხა ეგ ჩვენ აქცია რო ჩავატარეთ, გამომბძანდა ეს ქალბატონი, მე მედიასთან კომენტარი გაკეთო, ბევრი ვერც ბედავდა, მაშინ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ვინ გააკეთე და მოდაში არ იყო. ხო, მაშინ ყველა ეს პროევროპელი იყო, მათ შორის გაყრილები იყვნენ ხოლმე ყველა. ხო, მათ შორის ისინი, ვინც აი ხა სამთავრობო მედიის წარმომადგენლები, ვინ გაბედავდა, რომ ეთქვა NDI-ზე და ეხა რო ის აქვთ. აი მაშინ იყო ეს ცოტა რთული და ამას ვამბობდით სააკაშვილის დროსაც, რა ვიცი ბატონო ჯუბერი. მე მგონი რომ ამათი აღსასრულის დღე მალე დამდგარი თუ არ არის დადგება რა. რა თქმა უნდა, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლით დაიწყო მსოფლიოში ახალი ეპოქა. ახალი ეპოქა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება ევროპისათვის და არც თუ ისე სასიამოვნო იქნება ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისათვის. ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, რომ ჩვენმა ერმა და ხელისუფლებამ დაიჭიროს სწორი პოზიცია და მან შექმნას ისეთი მდგომარეობა საქართველოში, რომ საკუთარი ხალხი გაეხადოს მოკავშირედ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაიწყო ახალი ეპოქა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადახედვა პირველად ხდება ხოლმე და ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ მხოლოდ ამ სოფლიო პოლიტიკური რუკის გადახედვაში მონაწილეობას ღებულობს ორი ქვეყანა, ეს არის ამერიკა და რუსეთი. ჩინეთმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ის მზად არის მიიღოს და ჩაატაროს ამერიკისა და რუსეთის სამიტი.
ანუ ორივე პრეზიდენტს უმასპინძლოს ჩინეთში და იქ მოხდეს მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი გარემოებით, რომ იქ არ იქნება მიწვეული არც ევროპელი ლიდერები და არც უკრაინის პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ბევრს რომელთაც გონიათ, რომ ამერიკაში ტრამპის მოსვლა საქართველოსათვის კარგია, არ არის მთლად ისე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ იწყება ძალიან ველური ეპოქა, რომელიც ყველაფერი გაიყიდება ფულზე. ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს, იმას შეუძლია იყიდოს გრენლანდიაც, იყიდოს კანადაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთადერთი ჩვენი გამოსავალი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, ჩვენ შევინარჩუნოთ და შევძლოთ ის, რომ ერიდაბერი გავთლიანდეთ. თუ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ასეთი გონიურ ნაბიჯების გადადგმას, გავუხდეთ ხელისუფლებას მოკავშირეთ და ეს ეპოქა გადავლახოთ ჩვენი ქვეყნის საკითხილდღეოდ. ის რომ არც ამერიკა და არც რუსეთი ჩვენი ქვეყნის სადიდებლად და რაიმე სასიკეთოდ, რაიმე მოქმედებებს არ ჩაიდნენ, ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ამ მოლაპარაკებებში უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი. ხშირად ბებიაჩემ იტყოდა ხოლმე ცხონებული, რომ კარის მეზობელი უფრო უკეთესია, ვიდრე შორეული ნათესავები. ჩვენ პირველ რიგში უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ სამეზობლოში. ეს იქნება სომხეთი, ეს იქნება აზერბაიჯანი, ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება თურქეთი თუ ასე შემდეგ. პირველ რიგში ჩვენ ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენ სამეზობლოში და პირველ რიგში ეს უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობა. ჩვენმა პრეზიდენტმა რომ ბელარუსის პრეზიდენტს მიულოცა, ეს არის ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი და აქედან დავიწყოთ ჩვენ პირველი თუ არა მეორე შეხვედრა ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ბელარუსიაში ჩავიდეს პრეზიდენტი, შეხვდეს ლუკაშენკოს, რამე თუ ბელარუსის პრეზიდენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს ვლადიმერ პუტინზე. ვლადიმერ პუტინი ძალიან დიდ პატივს სცემს ლუკაშენკოს და მის სიტყვას. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის თემაზე ვისაუბროთ, ან თუ ჩვენ გვინდა რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ, ამისათვის ყველაზე კარგი შუარგოლი არის ბელარუსის პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბელარუსის პრეზიდენტს ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთის პრეზიდენტზე. რუსეთის პრეზიდენტი ძალიან დიდ პატივს სცემს ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვას და აქედან გამომდინარე შუამავალი უნდა გავიხადოთ ბელარუსის პრეზიდენტი და დავიწყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. თუმცა პირველ რიგში რუსეთთან პოლიტიკური დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იქნება მთავარი ამოცანა. ეს არის გარდაუვალი ქმედება და მე მჯერავს ჩვენი ხელისუფლების იმისა, რომ ეყოფა ვაჟკაცობა, ეყოფა გამბედაობა, იქ სადაც მთელ ევროპას და არასწორ ამერიკულ პოლიტიკას წინ აღუდგა, დღესაც შეძლებს უძლიერესი ნაბიჯების გადადგმას და შეძლებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. გეთანხმებით აბსოლუტურად და ერთი რამე არის, რომ აი ის, რასაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში აცხადებს და განცხადებებს აკეთებს, ახლა როგორ შეიძლება ამას არ მიესალმო ადამიანი? როგორ შეიძლება, რომ ახლა მაგალითად იგივე ახლა კახი კალაძემ, რომელმაც უპასუხა კითხვებს ჟურნალისტებისა და გასცა პასუხი მათ და ერთ ადგილზე, რასაც ქვია, მიუჩინა ადგილი, სადაც ისინი იმსახურებენ ყოფნას, აი როგორ შეიძლება, რომ აი ამას არ ეთანხმებოდ. ეხლა ბიჭო, ხელისუფლება, აი ახლა იმისი არ იყოს, ერთი გოგონა გამოვიდა ძალიან სიამოვნებს ახალგაზრდების ჯანსაღი პოზიცია. ესე იგი, რაღაცა სკვერი თუ არის გაფუჭებულიო, კალაძეს ლანძღავთ. გააკეთებს ამ სკვერცო, კალაძეს მაინც ლანძღავთ. ესე იგი, თქვენი ეგო რითვერ დააკმაყოფილა, რითვერ ბოლო ეხლა რაშიც ხელისუფლებას ვაკრიტიკებდი ჩვენ და დღეს ხელისუფლება იმაზე აპელირებს. შეიძლება კიდე გავლანძღოთ კაცო ხელისუფლება. ეს უკვე მოწმობს იმას, რომ თქვენ ახართ ჩასაფრებული ადამიანის პოზიციიდან. თუ კარგს გააკეთებს, ხო? შეიძლება იმაზე რაღაცა თქვათ, რომ არის არასწორი. აი ხა ეს განცხადება შეიძლება კაცმა არ დაეთანხმო, რაც კახი კალაძემ ბრძანა? ანწუხელიძე თქვენთვის გმირია? გმირია, ძალიან კარგი. ბატონი ლაზარე თქვენთვის გმირია?
და თქვენი ტელევიზიები, ამას რატო გეკითხებით, იცი? რატო გეკითხებით, იცი? თქვენი ტელევიზიები, თქვენი მედია საშუალებები მთელი იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ეს კონკრეტული ადამიანი დაკავებული იყო იმისთვის, რომ ცოცხალ ადამიანებს ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ცოცხლად წვავდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდით, რომ ის გაგესაღებინათ გმირად. ამიტომ გმირებს ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, ჩემი თხოვნა იქნება. ძალიან უნიკალური რამ თქვა კახი კალაძემ. ესე იგი, ანწუხელიძე თუ შენი გმირი არის. შეიძლება ის გრიგორიადისიც გმირი ყავდეს, რომელიც მართლა მოლოტოვის კოქტეილს ესროდა იმ პოლიციელებს. ან შეიძლება გმირი იყოს ადამიანი, რომელმაც პოლიციას სილა გააწდა. შეიძლება ესეთი ადამიანი გმირად წარ. მაშინ გმირის თვითონ დეფინიცია არის დევალვირებული. ანუ გმირის სიტყვა არის საერთოდ გაუფასურებული. ესე იგი, აი გეკითხებით, ეხლა ვინმე იცნობდი თქვენ მზია ამაღლობელი. ეგეთი გაგიგიათ საერთოდ მზია ამაღლობელი. ვინმეს რამე ან ჟურნალისტი ვარო იზახი ეს იმ როგორც იმა ჟურნალისტი ეს მაგარიცე და ერთი მაინტერესებს სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა ეს ქალი რამე ისეთი დაწერა რომაც აღმაფრენა გამოიწვია საზოგადოების აი მაგალითად ეხლა ასავალ-დასავალი ყელში ყავდა გაჩხერილი იმას სააკაშვილს და 1000 ჯერ იმეორებდა ასავალ-დასავალი იმიტომ რომ ამათმა გამოუთხარეს ძირი მართლა გეკითხებით ეხლა მზია ამაღლობელის გაკეთებული საქმე ვინმე სადმე გინახიათ ხალხო გარდა იმისა რომ ადგა და აჭარის პოლიციის უფროს სახეში გაარტყა და მაინც ამ აჭარის პოლიციის უფროს მიმართა გაქვთ პრეტენზიები თქვენ ესე იგი ვადო ნიკოლოს იმ ხელა აგრესია მოდის ამ ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტული ტელევიზიებიდან აი ამ პოლიციელებზე და ამ პოლიციელზე რომ ეს არის წარმოუდგენელი პირდაპირ შემიძლია თქვა რა რომ აი გუშინ მაგალითად ისეთი სიბინძუროები იკადრეს ამ ტელევიზიებმა ხო აი ჩემთვის იყო წარმოუდგენელი რომ ესე იგი მზია ამაღლობელმა რომ ხელი გაარტყა პოლიციელს და იქ რომ პოლიციელები დაემოწმდნენ რომ ნამდვილად ლოყა ქონდა გაწითლებული ამ შემთხვევაში უკვე დაზარალებულს ხო ეს ქონდათ საქილიკოდ ეს ყოველივე და პოლიციელების ფოტოები გამოფინეს და საზოგადოებას ეუბნებოდნენ რომ აი თუ როგორი ესე ვთქვათ პოლიციელები არიან თუ როგორი ჩამშვები პოლიციელები არიან და თუ როგორი ცუდი პოლიციელები არიან წარმოგიდგენიათ ყველანაირად ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას აი ეს ტელევიზიები ეს გარყვნილი ტელევიზიები აი არ ვიცი ყველანაირად ცდილობენ რომ სახელმწიფოს დაარტყან იმ სახელმწიფო ხერხემას დაარტყან რაც არის ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და ყველა ქილიკობენ, შემდეგ ბულინგს აკეთებენ, აწარმოებენ. დიახაც, აბა როგორ გინდა, ვერ გავიგე, თუ დაინახეს ამ პოლიციელებმა რომ ხელი დაარტყა და არ უნდა დამდგარიყვნენ მოწმედ, არ უნდა ეთქვათ რომ ანუ საგამოძიებო მოქმედებაში არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. თუ მაინდა-მაინც, აი ვახოსანაიას რო ურტყავენ. არა, ვახოსანაიას რო ურტყავენ, მაგალითად და რო გამოდგებიან ხოლმე და. ვის რა ჯანდაბათუნე ჩუკენა. მაგის გამო არ დაიჭირეს რაღაცა. ხვილა მე დაიჭირება. ხო, ანუ მე იმის გვამია რომ ყველა რო ერთვება და ვისაც არ დაუნახავს და ისაც რომ მოწმედგება საქმეში, ანუ ყველაფერი ხო შედარებითია. ანუ ამ პოლიციელებს ეუბნებოდნენ რომ პროცესუალურად ნუ იღებდით საგამოძიებო მოქმედებებში, არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. და თქვენ მართლაც არაფერი არ ხდება და გინდათ რომ ყველა ჩაერთოთ და ყველანაირად გადაეფაროთ ერთმანეთს. ვერ მოგართვით ეგრე რა და ვერ იქნება ვერასდროს, იმიტომ რომ ეს არის თქვენი შერჩევითი მიდგომები. ეს არის თქვენი სიბინძურე და სიმახიჯე რომ თქვენთვის მხოლოდ და მხოლოდ გინდათ რომ სხვა სამართალი იყოს, ჩვეულებრივი ხალხისთვის გინდათ რომ სხვა სამართალი იყოს და ეს არ იქნება. და სწორედ მაგას ვიზახით რომ ესეთი მიდგომები როგორც თქვენი ტელევიზიებიდან მოძღვრავთ ხომ საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა და არც ენდობება როგორ შეიძლება მაგალითად მე ალექსანდრე კობაიძეს მინდოდეს ისეთი სახელმწიფო რომ ჩემს პოლიციელს ანუ ჩვენს პოლიციელს ვიღაცა ურტყავდეს სილას და მე ამას გადავეფარო და მთელი 1000 სიბინძურე მოვიგონო რომ თურმე როგორი კარგია თურმე როგორი რაღაცა ამაღლობელია რაღაცა განდიდებულია ეს ადამიანი და ეკუთვნის პოლიციას სილის გარტყმა ეს ხო წარმოუდგენია ეს ხო ნიშნავს რომ შენ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას და სხვა არაფერი
დაჟე მე იმის მომხრე ვარ ბატონო ნიკოლოზო პოლიციელმა თუ რაღაცა კონკრეტული ქმედება რომ დაუშვათ ხდება ხო ეხა ადამიანები არიან რომ რაღაც გადააჭარბა გადააცილა თავის უფლება მოვალეობებს ან რაღაც ბოროტად გამოიყენა ადამიანები არიან შეიძლება შეცდომა ყველას მოძის ხო მაგრამ შენ თუ მაღალი საზოგადოებრივი საწყისებიდან აზროვნებ არ შეგიძლია რომ ხელი და თითი დაადო პოლიციას აი ეს არის მით უმეტეს თუ ჟურნალისტიკა ხარ და თუ წლებია რომ ჟურნალისტიკაში ხარ როგორ ბედავ და როგორ აღმართავ პოლიციაზე ხელს დაუშვათ რომ აი ყველაფერი რო ეგ და როგორც აი 1000 საზღვრებს ლაპარაკობენ ხო და რა თქმა უნდა სისულელი ახლა ხო ნახეთ ახლა მილიონჯერ ხო არ გაუჩვებ იმ კაცს კაცო ყველა დღე ხო არ გაუჩვებ იმ კადრს რომ სისულელი არაფერი არ უკნია რა უკნე შემოგვიდა გამოვიდა ეს პოლიცია მიმაფურთხავ რომ მიეფურთხა მართლა მილიონი კადრი იყო ჩართული კამერები იღებდა ამ ყველაფერს ხო და რა უბედურება ესა და არა უყურეთ აი ეს არის რომ ყველაფერი საზოგადოებას აი ამ ტყუილის მერე აი ეს პირში კენიან რა ეს ტელევიზია საქმე რა შეეცი TV პირველი არის გარყვნილების ბუდე. TV პირველი ტელევიზია არის გარყვნილების ბუდე. სრული ამ სიტყვით მარტო TV პირველია გარყვნილი. ყველა გარყვნილების ბუდე. TV პირველმა გადაუსრო თავარ ალს, გვარამიას გადაუსრო გარყვნილობაში. ხალხმა. საქმე რა შეეცი? აი ჩვენი პარლამენტარები, აი ვაი პოლიტიკოსები და პარტიები რო არიან. აი ასე თემებზე უნდა შეიქმნან. წინადადებები და დას მიიტანონ პარლამენტში და ინიციირება გაუკეთონ კანონ პროექტებს. მოუწოდებ ხელისუფლებას გადმოიღონ ამერიკის და ინგლისის პოლიციის კანონი. ბატონო ალექსანდრე, თქვენ კარგად მოგეხსენება, რომ ამერიკაში პოლიციელს რო ხმა აუწევ იმაზე დაიშევ. ამიტომ მოუწოდებ ხელისუფლებას დაჯერება არ უნდა კოპირება გაუკეთოთ ამერიკის პოლიციის კანონი და გადმოიტანოთ. ეხლა რა ხდება? არა, რა თუნა ეგ ეხლა ჩვენს კანონს ეგ მოგხდება. ეხლა უყურეთ, არა რა ხდება? თუ უჭირთ მათ, პოლიცია ვალდებულია ისინი დაიცვან. და თუ მათ სჭირდებათ, უნდა დააბულინგონ. ხო, იმ დღეს ეს ერთი და მეორეც. მე მაგალითად მომხრე ვარ, რომ მივიღოთ კანონი პოლიციელების ასე საჯაროდ მათი მისამართების მათი პირადი ინფორმაციების გასაჯაროებაზე იყოს დასჯადი. არ შეიძლება. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იყოს ვალდებულება დაიცვას თავისი პოლიცია. კანონების მიხედვით. დიახ, რომ შევაფასოთ, ხო? პოლიციელს რო აი ხა ჩამოვარდა საუბარი და გავაგზავნოთ თქვენს თემას, რომ პოლიციელს რო ეძახი მონას. აი მონას რო ეძახი. და პოლიციელი გეუბნება რომ ნუ მეძახი მონას შეურაცხყოფაა ეს ჩემთვის. შენ რომ მაინც ეძახი. ეს არ უნდა იყოს დასჯადი? უნდა იყოს. არა, ეხა უკვე ხო გაამკაცრეს ადმინისტრაცია. არა, ეხა გაამკაცრეს, კი ბატონო, მაგრამ მე იმის მინდა რომ ისინი არა, ერთ წუთი დახეთ, ისინი იძახიან რომ არ უნდა იყოს დასჯადი და ეს არის სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, წარმოიდგინეთ. აი როგორი მარაზმია. არა, აი მე რომ დედაზე შევაგინო სიტყვის გამოხატვის უფლება ხო ადამიანს აყენებს შეურაცხყოფას და ის გეუბნება რომ იცი ეს ჩემი უფლება. მეცაც გეტყვით, უფრო მეცაც გეტყვით. რა თქმა უნდა იყოს დასჯადი. აი უბრალო ადამიანსაც რო უთხრას, აი ქუჩაში მიდის მაგალითად სიტყვაზე, აი რამდენი ჩვენ ნახეთ რომ ადამიანი მიდიოდა მაგალითად აი ქუჩაში ბავშვით რო იდგა ის ქალი რა. ხო და შეურაცხყოფა. მოსამართლეები რომ რატო არ უნდა იყოს დასჯადი? ვერ გავიგე პოლიტიკური ნიშნით რომ ადამიანს გინა ისე ნიშნით. ვიღაცა რო რაღაცა გითხრას ქუჩაში, შენე ბიჯინას რაღაცა და ისა. ცხვირით მიწა უნდა ახლევინო კანონით ოღონდ რა ნაცილებს. ხელით რო შეხო მე რა შენ დაგსჯია. ხო არა ესე იგი მომისე როგორ არის კანონი? იცი ვიღაცამ რაღაცა გითხრას მოღალატე სიტყვაზე და შენ უნდა გაუტარო ამას რომ სიტყვის და გამოღა. ხო უნდა ეხა მე ვიცი რაც ეკუთვნის მაგს მაგრამ მაგარო გავაკეთო მე დამჯია ხო. და ამიტომ მე კანონმა უნდა დამიცვას და სახელმწიფომ უნდა დამიცვას ნაძირლები ესენი. აი ხა წარმოგიდგენთ ეხლა ეს TV პირველი ახსენეთ ერთი ჟურნალისტი ყავთ ახლა არც ვინა გვარს სახელის დასახელება ერთი წამი და ესე იგი რაღაცა იმას აკეთებს ხოლმე რაღაცა ცulis სახეს ხო არა მანერას კიდე სახეს ცulis გამოსახულება სახის და უფრო რაღაცნაირი სახე ბიჭო ისედაც მახინჯი ხარ და რატო იცვლის შვილო სახეს რა თქინა შენ სახის შეცვლა რა თქინა იმ სახით წარმოგიდგენki სულიერად და ფიზიკურადაც მახინჯი ხარ რა აი წარმოგიდგენთ ეხლა ესე იგი თავიანთ ტყუილებში რომ გაიპარებიან ხოლმე თუ ხედავთ აი ამას აი სისტემის ჩამოშლის ერთგვარ წინაპირობას თუ ხედავთ
სისტემის ჩამოშლაზე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ გაცილებით მეც ველოდი და ველოდები როგორც მოქალაქე, გაცილებით მეტ გაბრაზებულ საჯარო მოხელეს. თვითონაც თქვა, ესე იგი ჩალაგამოვლებული დატოვა ეს ჟურნალისტი TV პირველის, რომ მეო ვერ ხედავო მას ჩამოშლილ სისტემას, ამას უნდა პასუხი მიეღო, რომ სისტემა მართლაც ჩამოიშალა და სისტემა კი არ ჩამოიშალა, თქვენ ჩამოიშალეთ. თქვენ ჩამოიშალეთ და აი თქვენ ამბობდით ეშმაკებად იქცენ. აი ეშმაკების ისა რა ქვია კოლექციას არ მოგიდგენთ ახლა, აი. ერთი ეცი ყველაზე უფრო დიდი აი ნერვები რაზე მეშლება ამ ხელისუფლებაზე ესი განცხადება თუ არ დაწერა ამ ნაციონალმა ისე რო არ უშვებეს სამსახურიდან და განსაკუთრებით ამ ტელევიზიებში, თეატრებში რო ყავთ დასაქმებული ეს ხალხი და ეს დუტას ხირტლაც ეს მასხარა ქვეყნის ჯერ ეგერთით სააკაშვილს აправებდა სისხლი რო იღვრებოდა იმ მაშინაც კბილების იცავდა სააკაშვილი ჯერ მე წინააღმდეგი ვიყავი კატეგორიულად ეგრო იმეჩი დააბრუნეს აი რითვერ უნდა ისწავლოთ ხალხო ჭკუა რომ აი როგორც ყოფილი უშიშროების თანამშრომელი არ არსებობს ისი არ არსებობს ყოფილი ნაცი რო ხარ მუდმივად და ეხლა წარმოგიდგენიათ აი ეს ვაჟბატონი რომელიც დარჩა სამსახურის გარეშე იმედიდან წამოვიდა მაგას ეგონა კალთებს დაახევდა ვიღაცა აი ლელა ჭირჭუმიას ბექებში მუშაობს რაღაცა აი ქალები რო გამოდიან ტიტლიკანა ქალები და ერთ ადგილს რო აქნევენ ეხლა ეს ქალი არ არის მაგრამ აი სწორედ ლელა ჭირჭუმიას ბექებში არის რო ადამიანებს გაართოს აი ეს არის ისა ბატონო დუტა აი ეს არის თქვენი ადგილი აი ეს არის ამათი სახე. იმ დღეს კიდე კაცო იყო ლილიკო ნემსაძის საღამო იყო ფილარმონიაში, ხო და არ მინდა ეხლა სიმართლე რო გითხრა რა, გვარსახელის დასახელება ისაც კარგად ვხვდებით ვიზე მაქვს საუბარი და წარმოგიდგენი ახლა ეს ქალბატონი ლილიკო ნემსაძე არის ხელისუფლების მხარდამჭერია ყოველ შემთხვევაში ეს ქალი არ გამოხატავს პრეტენზიას ხელისუფლების. ეხლა და ხარც უჭერს რა მე როგორ მისი საიუბილეო საღამო ჩატარდა. და გამოდის ერთ-ერთი მომღერალი შეასრულა სიმღერა და იძახის რომ მე ეხლა ამ სცენას ისე ვერ დავტოვებ თუ არ თქვი ერთი რამ და აი ამ თავისუფლება პოლიტპატიმრებს რაღაცა იქით ბიჭო შენი საღამო ხო არ არის აწყობს ამ საღამოს მომღერალი რომელიც უჭერს ხელისუფლებას ხარ თან ეს კულტურის სამინისტროს დაფინე წადი შვილო და შენ ტუალეტში და შენ სიმაში მიტინგზე დაუჭირებ ხარი იმ პოლიტპატიმრებს აი რო უსინდისო და მაგრამ ერთი რამე არის ბიჭო ეს Facebook-ი არის ყველაფრის იდენტიფიკატორი, ანუ ადამიანი თუ გინდა გაიგო რას ფიქრობს, როგორ შეხვალ Facebook-ზე ყველაფერს მიხვდები. თქვენ ამ კულტურის სამინისტროში ვერ ხვდებით, ვინ უნდა მოიწვიოთ ამ კონცერტებზე. აღარ დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ეს ნათჯალათები აღარ უნდა იყვნენ. ჩემთვის ნათჯალათია ის ქალბატონი, შეიძლება სუსტი, უწყინარი სიმღერის მეტი, მაგრამ თუ ის ადამიანი უჭერს ხარს ნაცებს, ის არის ჩემთვის ნათჯალათი. ადამიანი, რომელიც დღესაც ვერ მიხვდა, ვინ არის ნაცები, ის არის ჯალათი ჩემთვის რა. და ეს აი წარმოგიდგენიათ რა არ ადამიანებია. მიდის და როგორ უხელხურში ჩააგდო ახლა ის ქალბატონი, რა. აი წარმოუდგენელია ეს ყოველივე რა, რომ თან თქვენ კაი ადამიანებო, შენს დაბადების დღეზე, შენს წვეულებაზე რო გააკეთო კიდე ხო, მაგრამ შენ თუ რაღაც პოლიტიკური განსხვავებული მოსაზრება გაქვს, კი ბატონო, არ არის პრობლემა, თქვი გამოხატები. მაგრამ იმას რატო ცდილობ რომ იმისი დღეობა მოირგო და იმისი რა ქვია რაღაც კონკრეტული ხიარულება გააშავა ანუ რატო ცდილობ ანუ ყვავი ხო არა ხარ ხო
ჩხიქთა ჩორტკიში რომ ყავს ფუნქცია აქვს, რატო იღებ ამ ფუნქციას თავზე და ამ როლს რატო იღებ? ამიტომ საზოგადოება ამ ყოველივე ძალიან კარგად ხედავს რა, რომ ეგეთები ესეთი საზოგადოების წარმომადგენლები ხომ, ანუ ვერ ექნებათ გასახანი ვერც თავის პროფესიაში და ვერც შესაბამისად საზოგადოებაში და არ იქნებიან დაფასებულები. სათანადო დონეზე რაც არ უნდა კარგი მომღერალი იყოს თუ რაღაცა თავისი პროფესიონალი იყოს თავის საქმეში. აი ხა მაგალითად უტას ცხრილკარზე რო საუბრობ ჩვენ. აი როგორ შეიძლება ჩვენ საუბრობდეთ ადამიანზე, რომელიც აბსოლუტურად აი გაუგებარი იყო ჩემთვის რატო იყო იმედში. იმიტომ რომ სული და ხორცით ეს ადამიანი იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი და იდეოლოგიის ესე მომხრე. ხალხს რო გარეთ ხოცავდნენ, ეს ადამიანი იდგა და ვითომ და ჯეოსელის რეკლამას აკეთებდა და აი ეს დადიოდა და ხუთს აჩვენებდა ხოლმე წინა საარჩევნო 2012 წელს. და ცნობილი ის არის აქვე რომ სულ ესე ხუთი აძახებინა თელს რიგ სარეკლამო კლიპებში ხალხს. და ანუ პოლიტიკურად მხარს უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას. და ესეთი ადამიანების გამოსწორება რო არ იქნება, რაც არ უნდა თქვენ ეცადოთ და იქ რაღაცა ხალიჩა წითელი ხალიჩა გაუშალოთ მათ. არ იცით თუ არ იქნება? არ ჯობდათ რაც ამ დუტას ხილკაძესნაირ ადამიანებში თანხა რესურსი ჩაასხით. ახალგაზრდები მიგეყვანათ და ახალგაზრდებისთვის გაგიღოთ ეს კარი? არა, მაინამაინც დუტა უნდა ყოფილიყოს სიტყვაზე. მაგას ვიძახი რომ აი რატო შოუმენი არ არის. ჩემთვის გაუგებარია ვინ გეგმავს აი ესეთ შოუ ბიზნესს, აი ესეთ პორტირებულ ტიპებს წარმოაჩენს მაგარ ტიპებს. არა, ვითომ არ აყავს არავინ. არა, ხო და მაგას ვიძახი, აი რითი შეიძლება იყოს მაგარი ტიპი დუტა სისხლაძე, რითი? ყური როა გახრეტილი მაგი? ხო, კი. აი სხვა რა, აი სხვა და სხვა მაშინ ლექსო მარტო ყური კონდეს დეტა გახრეტ და სხვა რამე არ კონდეს გახრეტ. სხვა ისე მაგას კიდე არაფერი არ. ღირებულება რამე, ანუ როლი აქვს შესრულებული თუ რატო? არაფერი, იყო ერთი გვახსოვს რომ იყო ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერი, ესე ვთქვათ, ტელეწამყვანი და შემდეგ ეს წამოვიდა სახელმწიფო ერთ-ერთ ტელევიზიაში და იქ აკეთებდა ისეთ რაღაც კონკრეტულ მოქმედებებს, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს დღეს თუ ხვალ ისევ იმ ბანდაკს დაუბრუნდებოდა და დაუბრუნდა კიდევაც, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არ სწორდებიან. და ეს არის ფაქტი. ეხა მე არ მინდა კიდე ეხა ძალიან ისეთ თემას შევეხო სენსიტიურს, მაგრამ რახან სალაპარაკოა, მოდი ვილაპარაკოთ მაშინ ეს დრო საზოგადოებისთვისაც იყოს ცნობილი რა, რომ აი ხა მაგალითად მე პიროვნულად თემებს ყოველთვის ვერიდები ხოლმე, მაგრამ ფაქტია რომ უნდა ითქვას რომ ეხა არაბიძე რომელიც აქეთ გადმობარგდა ეხლა ხო? ანუ ეს ხო, ანუ ესაც არა, ესეც საზოგადოება არ არის ანდო. მთელი ცხოვრება აი წარმოიდგინე რა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა. ეხლა აჭრევენ რუსთავიორზე. ხო, იქ ხარ და უცბად ერთ დღეში ფერი იცვალე სხვა. არა, იმიტომ ფულს ვერ აძლევდეთ, იმიტომ თორე სხვა რამის გამო კი არ წამოსულა. ხელფას ვეღარ ხო და ის გინდა არ გინდა ჩინაგანად ბატონ ნიკოლოზ გინდა არ გინდა იმისი იდეოლოგიის მომხრე, ეს არის ფაქტი. დღეს თუ ხვალ ჩემს თყვები დაიმახსოვრეთ არაბიძე და ის კიდე ვინც გადმოყვნენ ხო ისე გამოვლენ და რაღაც ისურველეს იტყვიან რომ რაღაცა ევროპა მინდა და შეიძლება იქ რაღაცა არა თუ გაუჭირდა საქმეს თორე თუ კარგად იქნება არც გადმოვლენ ხო აი მე ჯერა რომ ახლა დუტას არაფერი უჭირდა მაგრამ მაინც გადავიდა იმიტომ რომ კუდი რო გეწვის არა მაგან რა ჩათვალა იცი უყურეთ მან რა არის მაგ გაჭირვებაზე არ არის უყურეთ რა ხდება მაგან იფიქრა რომ ეხლა ეს ხელისუფლება დაემხობა მე ეს ნაცები რომ მოვლენ მეტყვიან შენ ახარ მოღალატე და ამიტომ გადაბარგდა აი როგორც ის რუსკა მაყაშვილი მაგალითად როგორც აი ეს ნინი ბადურაშვილი მაგალითად ნინი ბადურაშვილი გედეცორე მთელი ცხოვრება იმედზე იყავი და ეხლა მივხვდი რომ ეს ხელისუფლება ცუდი არის ან ეხლა მივხვდით ერთ დღეში გაარკვიეთ რომ არ უნდა ყოფილიყავით იმედზე მაგრამ რატო ხდება იცით რომ კომფორტის ზონა არ დაერღვათ ამითი იმიტომ რომ აი ეს ქუჩაში რომ გავლენ ვიღაცამ რომ არ მიაძახოს შენ იმედში ხარ თუ მაგისი გეშინია თუ მაგისი გზარავთ მაშინ გადით და დაჯექით სახში რა ხო და ამიტომ არის რომ ესეთი საზოგადოება ჯობია რომ ანუ ახალგაზრდა უნდა დღესდღეობით აი სულ ნატრობ ხოლმე რა თუნდაც პოლიტიკაში თუნდაც საზოგადოებაში რა ქვია მასმედიაში რომ ახალგაზრდები წარმოჩინდნენ და ახალგაზრდებს მიეცეთ ამის შესაძლებლობა ძველი სახეები აღარ გვინდა რაც 30 წელია დუტას უყურებ რა ვიცი მართლა 30 წელია ხო და აღარ გვინდა რა იმიტომ რომ ვიცით ეს ადამიანის ანუ თავისი სულ ანუ ყველანაირად ვიცით მისი ეს მლიქნერული დამოკიდებულება კონკრეტული სიტუაციებთან გამომდინარე.
ხო ხა მე მაგას ვერ უწუდებ, მაგრამ ამიტომ კონკრეტული ფულის მონა არის. ქმედებებიდან გამომდინარე. ჩემი ამოცანა არის რომ და თხოვნა თუ რავი როგორც გინდა ისე დაარქვით რომ დავინახო ადამიანები რომლებიც კარგად ხუმრობენ 30 წელი კომედი შოუა კაცო ხო შეიძლება რომ რაღაცა სხვა იყოს გეთახმებით ბატონო ლექსო და ეხა ერთი რამეა ეხა იგივე აი არის ესეთი კონტენტი სოციალურ ქსელში TikTok ზოგჯერ ისეთი კარგი ესიამონება ახალგაზრდა ბავშვია და აქვს თავისი ეს გვერდი კარგათაც ხუმრო ხო შეიძლება ადექი მიიყვანე წარმოაჩინე შეიძლება მართლა ერთი და იგივე ეს რუსთავი 2 არის როგორი ისა იცი აი ესე იგი მეორადი მანქანების რო იყიდი ადამიანი ხო იცი ნაცების ნახმარი ჟურნალისტები და ნაცების ნახმარი ესე იგი ეს შოუ ბიზნესის ხალხი ამათმა ისე ხელმეორე თუ და გამბარო ბჭო ახალი წარმოაჩინე რა თმინა მაგათი ნახმარი ჟურნალისტები და მაგათი ნახმარს იმიტომ ვიძახი რომ ბოდიში ადამიანი რომელიც იცვლის თავის პოზიციას და არავითარი წამსი და მორალი არ გაჩებდიან ნახმარი ადამიანი რა ხო არაბიძე როგორ შეიძლება ეხლა რა ადამიანი იცი რა მე ვერ გავიცინებ ისეთ ადამიანზე რომელიც ამორალური ადამიანია რა სულ რომ მართლა რაღაცა ისეთი იუმორისტული რაღაცა რომ ვიცი ადამიანი სისხლი აქვს გაცვლილი ხელი სულ რომ აი ყირაზე გადადგეს მე ვერ მივიღებ იმ ადამიანს იცი რატო რომ მსახიობი რო ხარ და აი ხა რა მე როგორ შემიძლია ხა მივიღო მაგალითად ისეთი ადამიანი რომელიც აი ქუჩაში ადგება და ყვირის ოლე და იგინება ეს მსახიობები რო და არც მაგათი როლები მინდა და არც მაგათი დანახვა მინდა საერთოდ რა არ მინდა მე მაგათი არც ისა და ამიტომ მოდი რა ასპარეზი მარტო ხელოვნებზე პოლიტიკასაც ეხება პოლიტიკაში ერთ იგივე სახეა ხელოვნება მოიტანა ხა სიტუაცია თორე ხო და არა პოლიტიკაშიც იგივე არის ჟურნალ ყველგან არა იცი რა ურჩევნიათ ეხლა რომ ის ახლის მოწვევას ისევ ის ძველი იციან რაც არის აი იმ დღეს თქვა ლევან მამალაძემ რომ ესენი არიანო ეს ადამიანები ვინც მაგ ხალხს უძახიანო ეგენი არიანო გაიასდებული ტიპებიო ანუ რას გაიასდებული ტიპი რას ნიშნავს რომ იციან რაც არიან რა ხო და აი ეს გაიასდებული ტიპები სანამ იქნება ყველგან მაშინ იქნება ზუსტად აი ჩვენი საქმე ცუდად ეხლა ამიტომ დრო უნდა დადგეს იმის რომ აი კი ბატონო საზოგადოება უნდა ხედავდეს ახალ სახეებს გასაგები აი რომ თავზე მოგვახვიეს ეგრეთ წოდებული ჯენზის თაობა ანუ ახალგაზრდებს უნდა ხედავდეს საზოგადოება ახალგაზრდებს მაგრამ არა ისეთ რაღაც მნიშვნელოვანია ბატონ ნიკოლოზ არა ისეთ ტვინ გამორეცხილებს რომ აგერ ყვირიან რაღაც არა ეგენი მაგაზე თახვდებით რომ ეგ გამორეცხილებს ამიტომ არა ისეთ ადამიანებს რომლებსაც შეუძლია რაღაც კონკრეტული შექმნა კონკრეტული ქმედებები განახორციელოს და საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს რამდენიმე წუთით შევისვენებთ სარეკლამო ჭრაზე გავალთ და მალე დაგიბრუნდებით არ გადართოთ დარჩი ტელეკომპანია სეზონზე
ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიდეხ, წამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვითშთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდვები დაუხერხე სრულიად საქართველოს პატრიარქი თვალს შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მომენტ ალბადმინოს ამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა ჩემი მოპატიეთ ჩემს ერთმან შეგიგდოთ უბრალოდ დაუყარეთ აგზელებთ მაუწყებლობას ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით და ეხლა მე მინდა ისევ ცოტა გადავუხვიოთ ჩვენ პოლიტიკურ თემებს და ისევ მინდა დაუბრუნდეთ იმ საკითხებს, რაზეც ჩვენ ვშელოვდით, იმ დაწოლას, რომელიც არის დასავლეთიდან და იმ რაღაც გარკვეულწილად ცვლილებებს გეოპოლიტიკურს, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო ასევე. ბევრი რატომღაც ეხლა აი სომხეთის მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და სომხეთმა ოფიციალურად წარადგინა განაცხადი ევროინტეგრაციისკენ. ბევრი ამას თვლის იმას, რომ აი რუსეთი ამით დაიშლება, რომ რუსეთი ამით პრობლემები შეექმნება. ესე იგი, აი უკვე რუსეთმა სომხეთს ოფიციალურად წარუდგინა თავისი ულტიმატუმი. აირჩიეთ ან დაირჩიეთ ეს ევროკავშირი, ან ევრაზიული კავშირი. და ასევე უთხრა რა შედეგი მოყვება მათი მხრიდან ევროპისკენ სწრაფვას და რას დაკარგავს სომხეთი და რა შეიძენს ამაზე შემოგთავაზებ სიუჟეტ. Армения запускает процесс вступления в Евросоюз. Законодательную инициативу сегодня одобрило правительство Никола Пашиняна. Но еще неизвестно, как новости из Еревана примет сам ЕС. И что более важно, Армения сейчас состоит в Евразийском экономическом союзе. Значит, придется выбирать. И выбор имеет цену. Вот что заявил вице-премьер России Алексей Аверчук. ЕАЭС и ЕС несовместимы. Оба объединения предполагают отсутствие таможенных границ и свободу движения товаров, услуг, капитала и рабочей силы. Представить, что эти два союза в какой-то точке сойдутся, невозможно. Поэтому рассматривающийся в Республике Армения законопроект о запуске процесса вступления в Европейский Союз ставит эту страну перед выбором. В случае сворачивания отношений с ЕС в Армении, с одной стороны, вырастут цены на энергию и продовольствие, а с другой экспорт армянских товаров сократится
сократится на 70-80%. Таким образом, обычные люди потеряют доходы, работу и станут платить больше за самое необходимое. Взамен они, скорее всего, получат безвиз, а Армения – депопуляцию. Сейчас становится все очевиднее, что членство в ЕС – это привилегия, а с учетом экономических и социальных проблем, с которыми сталкивается Европейский Союз, вступление в ЕС можно сравнить с покупкой билета на «Титаник». Понимание этого только начинает приходить к людям, а пока этого не произошло, кто-то хочет быстро воспользоваться моментом. Если бы лица, работавшие над этим законопроектом, были до конца честными как по отношению к народу Армении, так и по отношению к другим странам ЕС, они могли бы сразу дополнить его статьей о том, что Республика Армения прекращает свое членство в Евразийском экономическом союзе с момента вступления этого закона в силу. ძალიან სწორად ითქვა აი ამ სიუჟეტში, რომ სომხეთი იღებს ბილეთს ტიტანიკზე. ესე იგი რას ნიშნავს ეს, რომ ესე იგი ტიტანიკი ძალიან ლამაზი და კარგი გემი იყო, მაგრამ ჩაიძირა. და ესე ჩასაძირად განწირულ გემში ჯდებიან რა თვითონაც ჩაიძირებიან და იმას კი ვერ ხვდებიან, მე არ ვიცი ამაზე პროტესტი რატოა, გაუძვირდებათ გაზი, ელექტროენერგია, ვეღარ შეიტანენ იმ პროდუქციას, რომელიც შექონდათ სომხეთში, ვეღარ შემოვა რუსული პროდუქცია ისე იაფად და ყველაფერი გაძვირდება და მოექცევიან ძალიან დიდ რაღაცა კატასტროფაში. აი ამას რო ვერ ხვდებიან, ეს არის გასაკვირი. აი ზოგჯერ გულს იცი ვიმშვიდებ ხოლმე. ჩვენზე უარესად რო არიან ზოგიერთები და ჩვენზე უარეს შეცდომებს რო უშვებენ, ადრე რო უშვებდით, ეხლა კიდე კაი არ უშვებთ, მაგრამ გაცილებით სისულელეს რო აკეთებენ, ფიქრობ რომ თლათ ჩვენ სამყოფილ ვართ ამ ქვეყანას ისე გასულელებულები რა. სამწუხაროა რა სომხებმა და სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ აიღო და ვერ შეისწავლა ჩვენი დაშვებული შეცდომები. ეხლა სხვას თუ არა სომხეთის ხელისუფლებას უნდა შეესწავლა ჩვენი დაშვებული შეცდომები და მას აღარ უნდა გაემეორებია ეს შეცდომები, რაც თავის დროზე ჩვენ დავუშვით. სამწუხაროდ ჩვენ გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ გადაგვარჩინა და სომხეთს არ აქვს ეს პოლიტიკური მდგომარეობა, რომ თვითონ გადარჩენ. ისინი მოექცევიან ძალიან დიდ წრეხის ქვეშ, ისინი მოექცევიან ერთი სიტყვით ისეთ გარემოში, რომ იქეთ აზერბაიჯანი, რომელსაც კიდევ აქვს პრეტენზია სომხეთის ტერიტორიაზე, იქეთ თურქეთი, აქეთ ერთადერთი მოძმეერი საქართველოს რჩება ხოლმე, მაგრამ ეს საქართველოს ხო ის არ არის, რომ რაღაცა იქეთ ვითუმეტეს, რომ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა ძალიან თბილია და რუსეთის პრეზიდენტის ერთი სიტყვა და საკმარისია თურქეთის ხელისუფლებამ ჩაუკეტოს სომხებს რაიმე თურქეთის შეტანა და გამოტანა. ასე რომ ვწუხარ რომ მე ძალიან ბევრი სამეგობრო მყავს სასომხეთში და ვწუხარ რომ ის ხელისუფლება რომელიც დღეს სომხეთში არსებობს ძალიან დიდ შეცდომებს დაუშვებს უკვე და რუსეთი არ არის იცით ის ქვეყანა რომელსაც პატარა და მწირი მეხსიერება აქვს ეხლა დაშვებული შეცდომები შეიძლება შემდგომ ძალიან ბუმერაზივი დაუბრუნდეს სომხეთის ხელისუფლებას ძალიან უსამძიმრებ გასაგებ სომხეთს ამ კი ბატონო არ ვიცი აი მე არ ვიცი მართლა კატასტროფის წინაშეა სომხეთი იმიტომ რომ ეხლა ალბათ შემდგომი ნაბიჯი იქნება ოდეკაბედან გამოსვლა და ოდეკაბედან გამოსვლის შემთხვევაში იმ ზანგეზურსაც რო წაართმევს ის აზერბაიჯანი მე რას იზამს მაინტერესებს მე რა გამკვირვებია იცით რომ ყველაზე დიდი დიასპორა კავკასიიდან ყავს სომხეთს რუსეთში კი ბატონო და ძალიან საინტერესოა რომ თუნდაც ეს დიასპორა თვითონ ხელისუფლების ანუ გულისხმობ სომხების ხელისუფლების მიმართ რატო არ არიან კრიტიკულები ან რაღაც კონკრეტული დიალოგი რატო არ მიმდინარეობს იმიტომ რომ ფაქტიურად იზოლაცია მოხდება ერთადერთი სახმელეთო გზა აქვს საქართველოს მეშვეობით რომ გაიაროს ეხლა თუ იმის იმედი აქვს სომხეთს რომ თურქეთი გაატარებს და თურქეთთან რაიმე შერიგება მოხდება ისეთი რომ რაც შეიძლება მაქსიმალური ამ ქვეყნებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება, ხო? მე ვფიქრობ ეს არასწორი სტრატეგიაა და არ არის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ეს განწირულია. იმიტომ რომ ფაქტია რომ სომხეთი რუსეთის შესაძლებლობას აღარ უნდა რომ გამოიყენოს და ვერ იყენებს. თუნდაც ის რომ მოგეხსენებათ, აგერ, როდესაც სომხებმა დაიწყეს რაღაც ორმაგი სტანდარტებით თამაში და რაღაც სხვანაირი პოლიტიკა რო დაიწყეს თუ რა მოხდა სომხეთში ხო კარგად მოგხსენებათ აზერბაიჯანმა ეგრევე
ტერიტორიები წაართვა და ამაზე ესე ვთქვათ თვითონ სომხები იძახიან რომ ეს ტერიტორია ჩვენი არ იყო. თქვენ წარმოგიდგენიათ, არ და ამდენ ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. და არ ვიცი, აი ესეთი წაგებული პოზიციიდან უფრო წაგებულ სვლას როცა აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იქნება. გასაგებია, რომ ეხა ევროკავშირი გვინდაო იძახიან ჩვენი მოძმე სომხები, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ია და ვარდებს დაუგებია. ხო, მთელი რიგი იმხელა იმ ჩამონათვალს, რომ იმას დავით დავთარივით რომ გაუშლიან და ეს უნდა შეასრულა, ეს უნდა შეასრულა. თვითონ ევროკავშირი იგრევა და საბიდია. ხო და ხო წარმოუდგენელია ხა რის შემსრულებლები არიან, როდესაც არანაირი რესურსი არ აქვთ სამწუხაროდ, ხო? სამწუხაროდ არანაირი რესურსი არ აქვთ, იმიტომ რომ ისეთი გეოპოლიტიკური არეალი აქვს, რომ ვერ გააკეთებენ. ერთადერთი არის მაშინ თურქეთმა უნდა გაუხსნას გზა და თურქეთი კიდე არ გაუხსნის, იმიტომ რომ თურქეთს შინაგანად ანტაგონისტურად არიან დამოკიდებულები სომხების მიმართ. გასაგებ, დიდი მადლობა ვიდა მოგახსენოთ ძვირფასო სტუმრებო, ბატონი ალექსანდრე კობაიძე, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, ბატონი ჯუბერ თავადგზაზე პოლიტიკოსი იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე ამით დაგემშვიდობებ ძვირფასო ტელემაყურებლებო, კარგად იცით რომ კვირას ჩვენ აუცილებლად შევხვდებით კვლავ საკვირაო რუსულენოვან გადაცემაში, რომელიც ერთადერთი არის საქართველოში, რომელიც გადის სატელევიზიო სივრცეში, ხოლო დღის შეჯამება ტრადიციულად ორშაბათს დაგიბრუნდებათ. კარგად იყავით.